20 წელი ვაგონში 85 წლის ონელი პედაგოგი უკვე წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. იზა სირაძის სახლი 1991 წელს ძლიერმა მიწისძვრამ დააზიანა. დამსახურებულმა პედაგოგმა კომპენსაციის სახით ამ წლების განმავლობაში 5000 ლარი მიიღო. თანხაკი სახუპაცხოვრებო პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. 29 წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგი ამჟამად სოციალურად დაუცველია. შეძლებს თუ არა სახელმწიფო საყოფაცხოვრებო სახლით მის დაკმაყოფილებას ეს საკითხი მიწისძვრიდან 21 წლის შემდეგაც გაურკვეველია. ჩვენი რეპორტაჟი ონიდან. ვაგონი იზა სირაძის ერთადერთი თავშესაფარია. მისი სახლი თავდაპირველად 1991 წლის მიწისძვრამ დააზიანა. 2009 წელს კი ასევე მიწისძვრის შედეგად ყოფილი პედაგოგის სახლი საცხოვრებლად უვარგისი გახდა. დახმარებისთვის რაიონის საკრებულოსაც მიმართა და გამგეობასაც, თუმცა იმის გამო, რომ 2005 წელს 5000 ლარი უკვე აღებული ჰქონდა, ხელმეორედ დახმარებაზე უარი უთხრეს. ბოლო წლების განმავლობაში დასახმარებელთა სიაში ერთხელ მაინც მოხვდა, თუმცა დახმარება ვერ მიიღო. მახარეს რომ მე შემიტანეს დასახმარებელთა სიაში. ერთი თვის მანძილზე გამოკრული იყო ეს სია გამგეობის შენობაში. ერთი თვის შემდეგ მატყობინებენ რომ მე არაფერი არ მეკუთვნის ჩემი გვარი დასახმარებელთა სიაში თბილისში არ გაგზავნა. ესე იგი ეს იყო ფიქტიურად გაკეთებული დახმარება. იზა სირაძის პრობლემის შესახებ ონის საკრებულოში კარგად იციან, თუმცა განმარტავენ, რომ ყოფილ პედაგოგს მთავრობის ბრძანებულებით ადგენილი წესის გამო ვერ ეხმარებიან. აღნიშნულ მოქალაქეს ძალიან ვიცნო, კარგად ვიცნო, დამსახურებელი პედაგოგია, გაჭირვებული ქალია, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ აი აქედან გამომდინარე, ამ ბრძანებულებიდან გამომდინარე 5000 ლარი მას აღებული აქვს და ზუსტად იმ ხალხს ვაძლევთ ეხლა 5000, ვინც იგივე გაჭირვებულ მდგომარეობაში არის. და 20 წელი არაფერი არ მიუღიათ. იზა სირაძე, რომელიც 29 წლის განმავლობაში ონის მეორე საშუალო სკოლაში გერმანულ ენას ასწავლიდა, ამბობს, რომ სამარცხვინო არც მისი დღევანდელი საქმიანობა, მეეზოვეობაა. თვითონ პროფესიაში სამარცხვინო არაფერია, მაგრამ დიდი სირცხვილი თავის მოჭრა არის სახელმწიფოსთვის, მით უმეტეს დემოკრატიულისთვის, თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის, რომ ჩემი ასაკის ადამიანს დაჭირდა ეს. როდის შეძლებს სახელმწიფო იზა სირაძის დახმარებას ჯერჯერობით უცნობია. მუნიციპალიტეტის საკრებულოში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამგვარი შესაძლებლობა ალბათ როდესმე გაჩნდება.